ჩვენთვის ძალიან საინტერესო იყო თუ როგორ აფასებდნენ ბავშვები 2008 წლის რუსულ აგრესიას, მათ გამოხატეს ეს ყველაფერი ნახატების და თემების სახით. სამწუხარო რეალობა არის ის, რომ 21 საუკუნეში ჩვენი მეზობელი ქვეყნის პოლიტიკური ლიდერები დგებიან და დადგნენ უკვე აღა მაჰმად-ხანის, მურვან-ყროს და აბიბ იბნ მასლამას გვერდით. პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ ქართული ენა, ლიტერატურა, ისტორია, კულტურა და აქ წარმოდგენილი დამწერლობის ნიმუშები არის ნომერ პირველი საგანი საგანთა შორის და ყველა დანარჩენი ძალიან მნიშვნელოვანი დისციპლინა ეხმარება აი ამ ზემოთ აღნიშნული საგნის სრულფასოვნად შესწავლას. მოგეხსენებათ, ჩატარდა კვლევა თუ რა დონე გვაქვს ქართულ ენასა და ლიტერატურაში. მე მინდა განვაცხადო, რომ საქართველოს ისტორიის მანძილზე მრავალი ქარტეხილის და მიუხედავად ქართული ენა დღემდე შენარჩუნებულია და ცოდნა პროგრესს განიცდის და სანამ იარსებებს უკანასკნელი ქართველი ცისქვეშეთში, ქართული ენა იარსებებს მთელი თავისი ბრწყინვალებით. საქართველოს ისტორიის მანძილზე მრავალი ქარტეხილის და მიუხედავად ქართული დამწერლობა და ქართული ენა ვიდრე დღემდე არის შენარჩუნებული და მომავალშიც დარწმუნებული ვარ, რომ იარსებებს თუნდაც ერთი ქართველი ცისქვეშეთში, მისი ბრწყინვალება ქართული ენა და ქართული დამწერლობა იარსებებს მთელი თავისი ბრწყინვალებით. ეთნიკურად არაქართულ ჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში მუშაობენ და ასწავლიან ქართულ ენას. ჩვენ საქართველოს ხელისუფლება პატივისცემს ყველა ეთნიკურ ჯგუფს, რომელიც საქართველოში ცხოვრობს, მიიჩნევს მათ სრულფასოვან წევრად, იზიარებს მათ კულტურულ ღირებულებებს, მათ ფასეულობებს, თუმცა კი ქართული ენა, როგორც სახელმწიფო ენა, ქვეყნისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და როგორც საქართველოს სრულფასოვანი მოქალაქეები, ყველა უნდა საუბრობდეს ქართულ ენაზე. ეს არის ჩვენი პროგრამა, სადაც მოღვაწეობს 50 პედაგოგზე მეტი, მათ აქვს საკმაოდ მაღალი ანაზღაურება, რისთვისაც და მათი მოღვაწეობისთვისაც მე მათ დიდ მადლობას ვუხდი და შესაბამისად მაქვს პატივი გადავცე მათ აი ეს სერტიფიკატები, რომელიც მათ დაიმსახურა. დღეს ჩვენ სამ ადამიანს დავაჯილდოვებ და ძალიან მოხარული ვარ, რომ სამივე გამარჯვებული არის სხვადასხვა ენის კონკურსში მონაწილე და ჯამში გამარჯვებული. ეს იყო ფრანგული, გერმანული და ინგლისური ენებში გამარჯვება. ისინი პრიზად მიიღებენ ამავე შესაბამის ქვეყნებში, საზაფხულო სკოლებში სწავლის გაღრმავებას. საქართველოს და სომხეთის განათლების მინისტრების შეხვედრისას გადაწყდა, რომ ჩვენ მივიღებთ სომეხ ბავშვებს ჩვენ საზაფხულო ბანაკებში, რომელსაც ბაქსუდის სკოლასთან ერთად ვახორციელებთ. ეს არის კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ ქართველი ხალხი და სომეხი ხალხი საუკუნეების მანძილზე, მრავალი საუკუნეების მანძილზე ხაზი მინდა გაუსვა, მეგობრობდნენ და თანამშრომლობდნენ და ეს თანამშრომლობა გაგრძელდება ვიდრე დასასრულამდე. ამაყლივა, რომ საქართველოში პირველად ესეთი უნიკალური პროექტი ხორციელდება სწორედ სკოლაში. აი ამ ტერიტორიაზე, სადაც ახლა ჩვენ ვდგავართ, იქნება სემირამიდას დაკიდული ბაღების მაგვარი გამწვანება და მნიშვნელოვანი და ყველაზე ნიშანდობლივი რაც არის, რომ დაბალი კლასები იქნებიან ცალკე გამოყოფილები ძირითადი შენობიდან და ესეც ერთ-ერთი უსაფრთხო სკოლის კონცეფციიდან გამომდინარე გადაწყვეტილება იყო. ძალიან სასიამოვნოა, როდესაც ამ ინიციატივას გამოუჩნდა მხარდამჭერები და საზოგადოება არის აქტიურად ჩართული ამ პროცესში. იმდენად, რამდენადაც სკოლა არის ის სამჭედლო, სადაც იჭედება საქართველოს მომავალი თაობა და თელმა საზოგადოებამ არ აქვს მნიშვნელობა სამსახურს, არ აქვს მნიშვნელობა სოციალურ წარმომავლობას, ვისაც როგორ შეუძლია სკოლას ყოველგვარი დახმარება უნდა გაუწიოს. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მსგავს აქტივობებში ყოველთვის იყო ჩართული და გააგრძელებს მომავალშიც. ძალიან მნიშვნელოვანია ჯანსაღი კონკურენცია მოსწავლეებს შორის, განსაკუთრებით როდესაც ეს ეხება საზრიანობას. ჩვენ დავიწყეთ ახალი პროგრამა წელს, ეს არის კოლბურთი. ჩვენი მოსაზრებით ძალიან მნიშვნელოვანი არის ქართული სპორტის განვითარება, კერძოდ ფეხბურთის მადაღებული თემა არის და ჩვენი მოსაზრებით მთელი ჩვენი ფულადი რესურსი, მთელი ჩვენი ენერგია, ძალისხმევა უნდა მივმართოთ ბავშვთა სპორტში, ამ შემთხვევაში ფეხბურთში, რომ მომავალში გქონდეს კარგი და ღირსეული შედეგი.
მე მოჭრა, მაგრამ იქ როგორ მოჭრე მაშინ? ამას ქალაქ თბილისის მერიასთან ერთად ჩვენ შევიმუშავეთ სკოლებში, თბილისის სკოლებში იმ ინფრასტრუქტურის ბიუჯეტის ფარგლებში, რაც იყო თბილისისთვის გამოყოფილი, სასპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება. მოგეხსენებათ, რომ სექტემბრიდან ფიზკულტურის ნაცვლად ჩვენ გვექნება სპორტის გაკვეთილები. საქართველოს ისტორიის მანძილზე არაერთი სასიხადულო სპორტსმენი გაძილა და ვფიქრობთ, ეს ინფრასტრუქტურის განვითარება, ამგვარი განვითარება კიდევ მომავალში ბევრ სასიხადულო სპორტსმენს გაგვისცეს. მოდის დისციპლინა, როგორიც არის სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოება, პატრიოტიზმი არის ის განცდა, რომელიც ჩვენ თანამოქალაქეებს ყველას ერთნაირად უნდა კონდეს განცდილი. დღეს ჩვენ აი ამ დისციპლინიდან ერთ-ერთი სექტორი ვნახეთ თუ როგორ უნდა იმოქმედონ ყველა მოქალაქემ სტიქიური უბედურებების დროს და როგორ უნდა გაუწიონ პირველადი ჯანდაცვა დაზარალებულებს. დღეს პედაგოგებმა გაიარეს, რათა მათ მომავალში სწავლების პროცესში მოახერხონ ბავშვების განათლება აი ამ კუთხით. დღევანდელი კვირეული არის მიძღვნილი ყველა ღონისძიება ოკუპაციასთან 2008 წლის სვამთან. ჩვენ დღეს შევხვდით გმირის შვილს, რომელსაც გადავცემთ სინოდენ საჩუქრებს. ვერაფრით ჩვენ გმირების ოჯახს ვერ გავუყურებთ, თუმცა ყოველთვის დავეხმარებით და ყოველთვის გავუმართებთ მათ ხელს.